ახლა ვისწავლოთ თუ როგორ გადავაქციოთ შერეული წილადი, არაწესიერ წილადად და პირიქით. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი შერეული წილადი. 3.1/4. ამისთვის ვიქცევით შემდეგნაირად. ანუ, აქ მოყვანილი მაქვს შერეული წილადის, არაწესიერ წილადად გადაქცევის მარტივი ალგორითმი, მივყვეთ მას და შევეცადოთ 3.1/4 გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. პირველი საფეხურია. მთელი ნაწილი გავამრავლოთ წესიერი წილადის მნიშვნელზე. მთელი ნაწილი არის ჩვენთან 3, ხოლო წესიერი წილადის მნიშვნელი არის 4 სტოლი, ამიტომ სავს ვამრავლებთ 4-ზე და გვაქვს 12. მეორე საფეხური. მიღებული შედეგს დავუმატოთ წილადის მრიცხველი. მიღებული შედეგია 12, ამიტომ მას ვუმატებთ წილადის მრიცხველს, ანუ 1-ს. არის 13. მესამე საფეხური. მიღებული შედეგი დავწეროთ წილადის მრიცხველად, ხოლო მნიშვნელი დავტოვოთ უცვლელი. მნიშვნელი ჩვენ საწყის წილადში იყო 4 სტოლი, ამიტომ მას უცვლელად გადავწერთ, ხოლო საბოლოოდ მიღებულ შედეგს, ანუ ამ 13-ს ვწერთ წილადის მრიცხველად. ესე იგი 13 მეოთხედი ყოფილა 3.1/4 შერეული წილადის შესაბამისი არაწესიერი წილადი და ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ 3.1/4 ეს იგივეა, რაც 13/4. ახლა ვცადოთ პირიქით და არაწესიერი წილადი გადავაქციოთ შერეულ წილადად. ამისთვის მაქვს კიდევ ერთი მარტივი ალგორითმი, რომლის გამოყენებითაც ჩვენ ახლა შევეცდებით არაწესიერი წილადი გადავაქციოთ შერეულ წილადად. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი სახის შერეული წილადი, არაწესიერი წილადი. 18 მე-7. მივყვეთ ალგორითმს. პირველი საფეხური. მრიცხველი გავყოთ მნიშვნელზე და დავწეროთ მთელი რიცხვი, რამდენჯერაც მოთავსდა მნიშვნელი. ესე იგი 18 გავყოთ 7-ზე. ჩვენ ვიცით, რომ 18-ში 7 თავსდება 2-ჯერ. კი ბატონო. 2-ჯერ მოთავსდა სრულად. ახლა მეორე საფეხური. ეს რიცხვი დავწეროთ შერეული წილადის მთელ ნაწილად. ანუ გვაქვს 2. მესამე საფეხური. რიცხვში დავწეროთ გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი. როგორ დავთვალოთ გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი? ამისთვის მთელ ნაწილს ვამრავლებთ 7-ზე. არის 14 და გასაყოფს, ანუ 18-ს ვაგლებთ 14-ს. 4, ანუ 4 არის გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი. ეს საკმაოდ მარტივი დასათვლელია, ანუ როგორც თქვენ იყენებთ ხოლმე ხშირად ალბათ ქვეშ მიწერით გაყოფას, 18 რომ გავყოთ 7-ზე. 18-ში 7 მოთავსდება 2-ჯერ, 2-ჯერ 7 ეს არის 14 და ვითვლით ამ სხვაობას, ანუ 4-ს. ანუ სწორედ აი ამ 4-ზე არის საუბარი, ანუ გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი. ესე იგი, ეს ნაშთი უნდა დავწეროთ შერეული წილადის მრიცხველში. და მნიშვნელი დავტოვოთ უცვლელი. საწყის წილადში ჩვენ მნიშვნელი უდრი და 7-ს. ამიტომ დავტოვებთ უცვლელად, ხოლო მრიცხველში დავწერთ 4-ს. და ასევე არ დავგავიწყდეს ის მთელი ნაწილი, ანუ 2-იანი. ესე იგი 2.4/7 არის ჩვენი მოცემული არაწესიერი წილადის შესაბამისი შერეული წილადი და შეგვიძლია დავწეროთ, რომ 18/7 ეს იგივეა, რაც 2.4/7. ეს გადაქცევის მაგალითები უკეთ რომ გავიგოთ, მოდი გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი. და 17/7 გადავაქციოთ
შერეულ წილადად. პირველი საფეხური 17 გავყოთ 7-ზე. 17-ში 7 მოთავსდება ორჯერ, ორჯერ 7 არის 14. ნაშთი გვაქვს 3. ესე იგი რამდენჯერად 7 მოთავსდა 17-ში მთელ ნაწილს დავწერთ ჩვენ შერეულ წილადის მთელ ნაწილად. ნიშნულს დავწერთ უცვლელს, ანუ 7, ამ საწყის წილადში 7 იყო მნიშვნელი, ამიტომ აქაც ვწერთ 7-იანს. ხოლო მრიცხველში დავწერთ გაყოფის შედეგად მიღებულ ნაშთს, ანუ 3-იანს. ესე იგი 2.3 ეს არის 17/7 შესაბამისი შერეული წილადი. ახლა გავაკეთოთ პირიქით მაგალითი. შერეული წილადი, ანუ 5.3 გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. პირველი საფეხური, მთელი ნაწილი, ანუ 5 გავამრავლოთ არაწესიერი წილადის ნიშნულზე. 5 გავამრავლოთ 8-ზე. 40. მეორე საფეხური, მიღებულ შედეგს დავუმატოთ წილადის მრიცხველი. 40 დავუმატოთ 3. 43. მესამე საფეხური, მიღებული შედეგი დავწეროთ წილადის მრიცხოვად, ხოლო მნიშვნელი დავტოვოთ უცვლელი. საწყის წილადში ჩვენ მნიშვნელი ქონდა 8 ტოლი, ამიტომ დავტოვებთ უცვლელს. ესე იგი მივიღეთ ჩვენ არაწესიერი წილადი 43/8, რომელიც არის 5.3/8 შესაბამისი. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ პიცების მაგალითს და განვიხილოთ ასეთი სურათი. ამ სურათზე გვაქვს მოცემული ერთი მთლიანი პიცა და მეორე პიცა, რომელიც გაყოფილი იყო 4 ნაწილად და ამ 4 ნაწილიდან ჩვენ გვაქვს 3 ნაწილი. ამ ერთ მთლიან პიცას ჩვენ შევუსაბამოთ ნატურალური რიცხვი 1, ხოლო ამ 3 ნაწილს 4-დან ჩვენ როგორც ვიცით შესაბამება 3/4 ნაწილი. ანუ ეს წილადი. თუ გავაერთიანებთ ამ ორ რიცხვს, ეს ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ შერეული წილადის სახით, ასეთნაირად 1.3. ახლა თუ ამ მთლიან პიცასაც ჩვენ გავყოფთ 4 ტოლ ნაწილად, როგორც ეს სურათზეა მოცემული, 1, 2, 3, 4 და გვაქვს კიდევ დამატებით 3 ნაწილი, 5, 6 და 7. ესე იგი სულ გვაქვს 7 ცალი ნაწილი და ამ თითოეულ ნაწილს შესაბამება წილადი, როგორც ვიცით, 1/4. ესე იგი აი ამ ერთ ნაწილს შესაბამება წილადი 1/4. ესე იგი გვაქვს 7 ცალი 1/4 ნაწილი. აი ეს ასეთნაირად შეგვიძლია დავწეროთ მეორენაირად 7/4. ანუ რახან ჩვენ პიცა არც დაგვიმატებია, არც მოგვიკლია, იგივე რაოდენობის პიცა გვაქვს, მაგრამ ჩაწერილი სხვადასხვანაირად. აი ასეთი სახით და ასეთი სახით. ანუ ეს არის ერთმანეთის შესაბამისი წილადები, ანუ ეს არის შერეული წილადი, ხოლო ეს არაწესიერი წილადი. ხო, თუ ვეცდებით და ჩვენ 1/3-ს უკვე ნახსენები ალგორითმით გადავაქცევთ შერეულ წილადად, დავრწმუნდებით, რომ მივიღებთ 7/4-ს.